მონტენეგრო დამოუკიდებლობის 20 წლის თავს აღნიშნავს. მას შემდეგ, რაც მონტენეგრომ სერბეთის კავშირი დატოვა, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. ბალკანეთის ქვეყანა, რომლის მოსახლეობა 623,000-ს შეადგენს, ნატოში უკვე გაწევრიანდა. ახლა კი მონტენეგროს მიზანია ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. მონტენეგროს პრეზიდენტის იაკოვ მილოტოვიჩის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ქვეყანა დასახულ ამბიციურ გეგმას შეასრულებს და 2028 წელს ევროკავშირის 22 წევრი სახელმწიფო გახდება. ვფიქრობ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ობიექტურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ ამ დროის განმავლობაში მონტენეგრომ არაერთი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. ზუსტად 20 წლის წინ მონტენეგროს მოქალაქეებმა გადაწყვეტილება საკუთარ ხელში აიღეს და სწორედ ეს გახდა ჩვენი განვითარების საფუძველი. ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი ალბათ მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყანა 2017 წელს ნატოს წევრი გახდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომლებიც ყოველდღიურად თითქოს უფრო მძაფრდება. ამიტომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მონტენეგროა, ნატოს წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნატო ნამდვილად წარმოადგენს ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის უსაფრთხოების გარანტიას. დასავლეთ ბალკანეთის 6 ქვეყანას შორის, რომლებიც კავშირში გაწევრებას ცდილობენ, მონტენეგრო ლიდერ კანდიდატ სახელმწიფოდ მიიჩნევა. მონტენეგროს ბლოკში გაწევრებისთვის საჭირო ხელშეკრულების შესამუშავებლად ევროკავშირმა სამუშაო ჯგუფი შექმნა. რაც მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ მონტენეგრო მიზანთან ახლოსაა. მონტენეგროს მოსახლეობაში ევროკავშირს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს. მონტენეგროს მოქალაქეების 80% ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას უჭერს მხარს. სწორედ ეს გახდის მონტენეგროს ევროკავშირის მომავალ მდგრად წევრ სახელმწიფოს. ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუ შევასრულებთ იმას, რაც შესასრულებელია. თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენზეა დამოკიდებული კიდევ უფრო სწრაფი ტემპით დავრჩეთ ერთგულნი რეფორმის დღის წესრიგის მიმართ და შევინარჩუნოთ ძალიან ძლიერი კომუნიკაცია ყველა წევრ სახელმწიფოსთან, რათა მათ ესმოდეთ როგორც პროგრესი, ისე არსებული გამოწვევები. მონტენეგრო ევროკავშირის კანდიდატი 2010 წელს გახდა. გაწევრების გზაზე კი მთავარ დაბრკოლება დემოკრატიული და ეკონომიკური გამოწვევები რჩება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაა. ქვეყნის მოქალაქეებისთვის გამოწვევად რჩება ეკონომიკა და ცხოვრების დონე. მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგრომ სახელმწიფო ვალუტად ევრო მიიღო, მისი ეკონომიკა, რომელიც ძირითადად ტურიზმზეა დამოკიდებული, კვლავ გაძლიერებას საჭიროებს.